მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. მაგალითად 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მილიარდ 200 მილიონის პროექტებს მართავს, გამოკვეთილი არის შემდეგი პრობლემები: სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი, 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული. ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს კაცი გვეუბნება, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, რომლის ბიუჯეტი მილიარდი ლარია, 750 მილიონი ლარი გაიფლანგა. თან ისე, რომ გადახდები ხდებოდა წინასწარ და არავინ პროექტებს არ აბარებდათ. 4 მილიარდ 200 მილიონის ბიუჯეტის მქონე გზების დეპარტამენტიდან პროექტების 90% არ შესრულდა, ანუ 3 მილიარდ 800 მილიონი ლარი არაეფექტურად იყო გამოყენებული. ხო და მე მაქვს კითხვა, აქამდე ვინ იყო ხელისუფლებაში? ვინ აკონტროლებდა ამ ყველაფერს, ან ვის ევალებოდა ამის კონტროლი? ისევ და ისევ ქართული ოცნების მთავრობა ხომ არა? და ახლა რატომ ვედობით ამ მთავრობას, რომ იგივე არ მოხდება? მანამდეც ბიძინას იმედად ვიყავით და ახლაც. რა შეიცვალა?